გამარჯობა. ჟურნალი ჰემოქი BMW-სთან ერთად აგრძელებს საინტერესო რუბრიკას თანამედროვე ქართველი ხელოვნების შესახებ. ამ ვიდეოში ჩემთვის გამორჩეულ ხელოვანს და დიზაინერს, სოფო გონგლიაშვილს გაგაცნობთ. სოფოს ნამუშევრებს მსოფლიოს არაერთ ცნობილ კონცეპტუალურ მაღაზიაში შეხვდებით. მაგალითად, მისი კოლექციები წარმოდგენილი იყო ლონდონში, ლიბერტიში, ასევე ტოკიოში, გინზა პლაზას ერთ-ერთ გამორჩეულ კონცეპტ სტორიში. მისი სამკაულები არაერთმა ცნობილმა ვარსკვლავმა მოირგო, მათ შორის ალიშა ქისმამ. ცოტა ხნის წინ სოფომ მნიშვნელოვან ლიმიტირებულ წიგნში მოხვდა, რომელიც მსოფლიოს გამორჩეული ქალი იუველირების შესახებ მოგვითხრობს. სოფოს ახალი BMW X6 თვესტუმრები. სოფომად დავიწყოთ თავიდან, ჩვენ პირველი კავშირი ხელოვნებასთან. თავიდან მე ჩავაბარე მუსიკალურ სასწავლებელში და იქ ვისწავლე 4 წელი, მაგრამ ზუსტად ეს 4 წელი დამეხმარა იმისთვის, რომ მიმხვდარიყავი, რომ მაინც მინდოდა რომ ჩამბარებინა სამხატვრო აკადემიაში. 90-იან წლებმა რაღაცნაირად მოიტანა ის რასაც მე დღეს ვაკეთებ რეალურად რა, ეს მოიტანა მაგწლებმა. და პირველი ნამუშევარი თვითმფრინავი, რომელიც თან ჩემი აზრით რაღაც სიმბოლური არის და უკვე არის შენ ფაქტიურად ჩემი ის ხარ მემატიანე თუ როგორ დაგიცახო არ ვიცი, იმიტომ რომ შენ მე მგონი ჩემზე უფრო მეტი ისი ვამის ვიდრე მე ხო და იმიტომ რომ ხშირად გვილაპარაკია ხო რაღაცებზე. ეს პირველი თვითმფრინავი რო გავაკეთე ხო, ანუ რაღაც ჩვენ ჯახში მოხდა ეს ტრაგედია და მოკლედ ეს ყველაფერი მე დამრჩა რეალურად როგორც რა ვიცი როგორ თქვა, როგორც დამრჩა, როგორც მაგალითად ვიღაცას რჩება სახლი ან რაღაცა ხო, მე დამრჩა მინანქრის ფერები და მასალა თვითონ რეალურად ეს ყველაფერი მოხდა თავისით. და ანუ რო დავფიქრდი რომ რა უნდა შემექმნა, პირველი რო დავიწყე რაღაცეების დადება, ესე რაღაცა, მოკლედ მივხვდი რომ ეს პირველი უნდა გამეკეთებინა თვითმფრინავი. და რეალურად რაღაცა სიმბოლურიც აღმოჩნდა, იმიტომ რომ ამ თვითმფრინავით რაღაც ახალ რაღაცაში შევფრინდი, რაღაც ახალი რაღაცა გავხსენი ჩემთვის. და ანუ იქიდან დაიწყო ეს ყველაფერი ჩემი ეს შემოქმედება, რასაც დღემდე ვაკეთებ. და ფიქრობ რომ წლების შემდეგ, როდესაც ამაზე ვისაუბრეთ, ან ჩვენ გაგახსენდა რომ კიდევ რამეს უკავშირდება თვითმფრინავია, რომ ეს არ იყო უბრალოდ ფორმა და ეს შეიძლება ქვეცნობიერად სხვა თემას უკავშირდებოდა. მე ჩემი საქმე მეხმარება, რომ ეს რაც არის ჩემში, რომ ესე ავით პატარა მესიჯებით გავამრავლო ხალხში. ყოველთვის, როდესაც სადმე მიფრინავდი, ჩანთაში მე მიდევს, დღემდე მიდევს ხათ შორის ყოველთვის ბლოკნოტი და ფანქარი. და ესე იგი, მთელი ჩემი, არ ვიცი, ნახევარზე მეტი კომპოზიციები ალბათ მაქვს თვითმფრინავში გაკეთებული და რაღაცა ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობდი ხოლმე, რომ დიდი ხანია კომპოზიციები არ გამიკეთებია და ესე იგი სადმე უნდა გავფრინდე. რაღაცა ეგ მომენტიც კი მქონდა, იმიტომ რომ თვითმფრინავში რატომღაც არ ვიცი იქ რა ხდება, რა სივრცეში ვარ, მაგრამ ჰაერში რაღაცა მგონია, რომ კიდე რაღაცა სხვა რაღაცები მეხმარებათ და სხვათა შორის რაღაცეებზე ხო ყოფილა, რომ მე ამდენი ხანი ვფიქრობდი, ეს რაღაც როგორ გადმოვცე. ყოველთვის თვითმფრინავში ქონდა ეს რაღაცა, რომ ჰოპ და უცბად დავიჭირე, რომ მივხვდი რა უნდა გავაკეთო. ეხლა გაფრენის დრო ხო არ არის? ვაპირებ სხვათა შორის, ვაპირებ ჩემ შვილიშვილთან წასვლას. პირველად როდის გაგიჩნდა სურვილი, რომ ეს შენი მესიჯები გამოფენის სახით გაგეზიარებინა აუდიტორიისთვის? მე ყოველთვის ამ ჩემს რაღაცა რთულ მომენტებს ხო ყოველთვის მინდოდა შევხვედროდი რაღაცა გინდაც ფერებით რა, მაგალითად რაღაც შავის ნაცვლად შევხვედროდი წითელი ფერით. ფერებით მინდოდა ხოლმე რაღაცა ჩემი
ხასიათი გადმომეცა, რომ მე არ ვნებდები, ვთქვათ, თუ რაღაცა და ამიტომ მაცვია წითელი, ვთქვათ. ნუ რაღაცა ეგეთი ფორმით. ხო და როდესაც გავაკეთე ეს პირველი შეიძლება ვთქვათ ესე ვერ გადმოვეცი, მაგრამ იმ პირველ ჩემს ნამუშევრებში ყველაზე მეტი ფერი რაც ჭარბობდა ეს იყო წითელი და აი უფრო ეგეთი ძალიან მკვეთრი ფერები. საერთოდ არ ყოფილა რაღაც მუქი ფერი მაგალითად ჩემს ამ პირველ გამოფენის ნამუშევრებში, აგრეთვე იყო დიდი ზომის და იყო უფრო კომპოზიციები და დიდი ზომისაც რეალურად ალბათ გამომივიდა, არ ვიცი, იმიტომ რომ ვერ ჩავატიე ის რაღაცები პატარა ფორმებში. და რომ დავინახე ხალხის რეაქცია, ანუ თქვათ, კარგიც არ იყო ეს რეაქცია, იმიტომ რომ უფრო გაკვირვება იყო, უფრო მეტად იყო რაღაცა შეშფოთება შეიძლება, არ ვიცი რომ ეს რა არის. და შეიძლება ითქვას, რომ ტიხრულ მინანქარში შესრულებული დიდი ზომის ნამუშევრები სიახლე იყო მაშინდელი ქართული კი, მე მგონი მაშინ იყო სიახლე, იგივე ფერები. ნუ მაშინდელი პირველი გამოფენა ალბათ იყო ჩემი მხრიდან სითამამე, რომ ნუ აი ესე გამოვიტანე დიდი ზომის, აი ესეთი ძალიან ფერადი რაღაცა ნამუშევრები, რომლებიც უკვე იყო სამკაული. პირველი გამოფენის შემდეგ მოდი შევეხოთ ავეჯს და შემდეგ ისე ქრონოლოგიურად გავყვეთ შენს შემოქმედებას, იმიტომ რომ როგორც ვიცი, როდესაც ამ სახლში გადმოხვედი, მაშინ დაიწყე ავეჯის დიზაინის გაკეთება. ესე იგი, ამ სახლში რომ გადმოვედი, ეს სახლი იყო ჩემი მამამთიბის სახელოსნო. მივხვდით, რომ გვჭირდება ავეჯი, რა თქმა უნდა და ავეჯი არ არის იმიტომ, რომ ნუ იწყება ჩვენი ქვეყანა რაღაც იწყებს რაღაცის, ხო? არ არის არსად არანაირი ავეჯი და მე ვიფიქრე, რომ მოდი მე თვითონ დავხატავ რაღაც ავეჯს, წავედი იმაზე, რა ქვია, ელიავას ბაზრობაზე და იქ შევკვეთე ეს მთელი ჩემი ავეჯი, რომელიც იყო რაღაცა, რა ვიცი მე, ტახტები, სადაც იყო დიდი ჩიტები, დიდი ყვავილები, რაღაცა და ძალიან მოუხდა ამ სივრცეს, ეზოს და ნუ ყველაფერს და რაღაცნაირი გახადა. ამ ჩემ ავეჯმაც ეს სივრცე. შემდეგ გადავედი უკვე ჩემს აგარაკზე, მერე უკვე სხვებსაც მოეწონათ და ნუ ესე იყო მოკლედ მომენტი, როდესაც ნუ ამითი ვიყავი გატაცებული, შეიძლება ესე ითქვას. მოდი გადავინაცვლოთ ლონდონში, სადაც ძალიან ცნობილ კონცეპტუალურ მაღაზიაში, ლიბერთიში იყო შენი კოლექცია წარმოდგენილი. ლიბერთიში 7 ადამიანი წარგვადგინეს, ასე ვთქვათ, და წარგვადგინა სარა მოიერმა, რომელიც ითვლება მოდის სამყაროში ძალიან დიდ პერსონად, ასე ვთქვათ. და ეს 7 ადამიანი შეგვარჩია მისი აზრით, ვინც რაღაცა ახალს ვაკეთებდით სოფლიოში. მე ვიყავი საიუველირო განხრით, იქ ვიღაცა ამერიკელი იყო, რომელიც სადღაც ინდოეთში მუშაობდა და რაღაცა ნაჭერს ქმნიდა და ნუ ყველანი მოკლედ ვიყავით სხვადასხვა განხრით. და ანუ ესე შეგვარჩიეს 7 ადამიანი, ამას დაერქვა სარას ლისტი და მოკლედ მოვხდით ამ ლიბერთიში. და სხვათა შორის, აი მაშინ მივხვდი კიდევ უფრო მეტად, რომ მან ეს ყველაფერი დაინახა ძალიან კონცეპტუალურად და იძახდა, რომ ეს არის კონცეპტუალური ხელოვნება, რომელიც შეიძლება რომ ატარო ზუსტად ესე სამკაულით ატარო აი ეს პატარა ხელოვნების ნიმუშები. ქრონოლოგია რო არ დავარღვიოთ, მოდი ვახსენოთ ჯემპრები და ნაქსოვი ნამუშევრები. ანუ აი ნაქსოვები რა არის, იცით, მე ვისწავლე ქსოვა საერთოდ სკოლაში. და ანუ მყავდა, არ ვიცი, არც სახელი მახსოვს, არც გარეგნულად არ მახსოვს ის ქალი, მაგრამ ალბათ ძალიან საყვარელი ქალი იყო, იმიტომ რომ ჩვენ გვასწავლა წინდების ქსოვა, ესე 5 ჩხირით და ორნამენტებით და ნუ ეს ყველაზე რთული რაღაც გვასწავლა. ასე რომ შემდგომში ძალიან პატარა ასაკიდან შემეძლო, რომ ყველასთვის ყველაფერი მომექსოვა. და ნუ ეს იყო რაღაცა ჩემთვის, აი როგორი რაღაც, იცი რა, უკვე რაღაცის გაკეთება შეგიძლია სრულყოფილად და რა მაგარია. უცბად, როდესაც წყალდიდობა მოხდა 13 ივნის, რა შუაში იყო იქ ქსოვა, ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაცნაირად ვაკავშირებდი, არ ვიცი, იმიტომ რომ მე ყიფშიძეზე ვცხოვრობდი და აი დოლიძეზე და ესე გადავდიოდი აი იმ ადგილას, აი იმ რაღაცები მოკლედ, აი რაღაცები გამახსენდა ალბათ, რაღაცა დავაკავშირე რაღაცნაირად ჩემი ქსოვა.
გავარდი გიჟივით, ვიყიდე ძაფები და დავიწყე ქსოვა. და აი ამ 13 ივნისიდან სექტემბრამდე აღარ მახსოვს რამდენი მოვქსოვე, მაგრამ საკმაოდ ბევრი. და როდესაც სექტემბერში წავედი ჩემს იაპონელ ბაიერთან შესახვედრად, მეცვა ეს ჯემპრი და რო დამინახა, ეგრევე მიხვდა, რომ ზუსტად შენი სტილიაო და ეგრევე გაძლევა 50 ცალის შეკვეთას. და სხვათა შორის ტოკიოში ეს მაღაზია, რომელშიც ჩემი რაღაც სამკაული იყიდებოდა, ეს იყო კონცეპტუალური მაღაზია. გინზა პლაზაში. გინზა პლაზაში, ხო, და ეს გინზა პლაზა არის ზუსტად იქ, სადაც არის ეს ძალიან ცნობილი გზაჯვარედინიდან, იქ დგას ეს გინზა პლაზა და ეს იყო უდიდესი კონცეპტ სტორი იყო ეს ამ გინზა პლაზაში და იცით როგორ გააკეთეს პრეზენტაცია ამ ჩემი იმეების, რა ქვია, ნაქსოვი რაღაცეების, დაბეჭდეს, თვითონ დაბეჭდეს ძალიან დიდი ზომის ძველი ტაძრები საქართველოსი და აი მთლიანად ეს გინზა პლაზა იყო აი საქართველოს ძველ აი ამ ტაძრებში უზარმაზარ ძალიან კარგი ხარისხის ფოტოებში და ზემოდან ეკიდა ეს ჩემი ნაქსოვი ჯემპრები და ჟაკეტები. სოფო ტოკიოს და ლონდონის კონცეპტუალური მაღაზიების გარდა შენი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო პარიზში, ერთ-ერთ ძალიან ცნობილ და კარგ კონცეპტუალურ მაღაზიაში, მერსიში. არსებობს ეს ქალი, ელენა, რომელიც სხვათა ძალიან დიდხანს მუშაობდა მრისტის აუქციონის, ის იყო აი ქვების და საიუველირო დარგის ხრით იყო და მოკლედ ეს რომ მორჩა თავისი მოღვაწეობა აუქციონზე, მერე დაიწყო რაღაც სხვადასხვა რაღაცების კეთება. ერთ-ერთი მისი საქმე აღმოჩნდა ის, რომ ჩემი რაღაცების გამოფენებს აწყობდა ხოლმე შვეიცარიაში. თვითონ შვეიცარიაში ცხოვრობს, მაგრამ სხვადასხვა ქალაქებში ძალიან საინტერესო გამოფენებს აწყობდა, იმიტომ რომ ეს გამოფენები იყო, თქვათ, ძალიან ცნობილი არქიტექტორის რაღაც ძალიან ცნობილ სახლში, თქვათ, ძველი მოდელის სახლში, მომღერლის, აი სულ რაღაც ეს გამოფენებს აწყობდა და აქ ეს სტუმრები ვინც იყვნენ ხოლმე, ხო, ყველა იყო რაღაც, რა თქმა უნდა, ისინიც რაღაცა ესეთი საინტერესო ხალხი, ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეც ვიღაცებს აი ინსტაგრამზე ვიმატებდი ხოლმე და აი გიждდებოდი აი ამათ რაღაცა გინდაც რა ვიცი მე აი სახლებზეც და ყველაფერზე რა პრინციპში ხო და ერთ-ერთ გამოფენაზე აღმოჩნდა რომ იყო ამ მერსის მფლობელი რომელიც დაინტერესდა ჩემი სამკაულით და ელენამ უთხრა რომ კიდევ სხვათა შორის აქვს ნაქსოვი რაღაცეებიო. მე მომწერეს, მე გაუგზავნით ჩემი ნაქსოვი რაღაცეები და ძალიან მოეწონათ და დავიწყეთ თანამშრომლობა მერსისთან. და მერსი ყიდდა ჩემ ნაქსოვ რაღაცებს, მაგრამ შემდეგ დაიწყო პანდემია და მოკლედ ეს მერსი კი არა, ყველაფერი დაიკეტა, რა თქმა უნდა და რაღაცნაირად მე ვეღარ განვაახლეთ რაღაცა ეს ჩვენი ურთიერთობა, თუმცა სულ მინდა ხოლმე რაღაცნაირად რომ განვაახლოთ, იმიტომ რომ ძალიან მომწონდა. სოფო, რადგან პარიზს შევეხეთ, ვიცი რომ მოლაპარაკება და შემდეგ თანამშრომლობა გქონდა ერთ-ერთ ძალიან ცნობილ და საკულტო ბრენდთან. რომ მოგვიყვე, რაც შეგიძლია რომ მოგვიყვე. ხო, სხვათა შორის მომცეს უფლება, რომ თუ ჩემი წიგნი გამოვა, ჩემზე წიგნი, იქ შემიძლია რომ მოვუყვე აი ეს ყველაფერი ვისთან ვითანამშრომლე და რაღაც, მაგრამ ერთხელ სხვათა შორის საშვიდაოდე ამ ბრენდის და მე მეგონა რომ მოვიდოდნენ და წამიყვანდნენ, იმიტომ რომ ჩვენი კონტრაქტით მოკლედ არ მაგრამ პირველად მივედი ჯერ დამიბარეს, ასე ვთქვათ, იმაში, რა ქვია, რაღაც ოფისში, სადაც 3 ბრენდი განიხილებოდა, ეს იყო ლუი ვიტონი, შანელი და ჰერმესი. და იქიდან ერთ-ერთს ვინ გადამიბირებდა, ასე ვთქვათ, და მოკლედ ამ 3 ბრენდიდან ერთ-ერთთან შემდეგ ვითანამშრომლე და ძალიან მაგარი გამოცდილება არის დღემდე ჩემთვის. და აი ეს შეხვედრები, რომელიც მე მქონდა რაღაცა 1 წლის განმავლობაში ალბათ არის დაუვიწყარი. დაგიკავშირდა ცნობილი ამერიკული ჟურნალის გლამურის რედაქტორი. ამის შესახებ რომ მოგვიყვა.
უნდათ რომ ქავერი, ანუ ამ ჟურნალის ქავერზე ყოფილი იყო ალიშია კეი, მთლიანად ჩემ სამკაულებში. მოკლედ ჩვენ ძალიან ცუდ დღეში ჩავარდით, იმიტომ რომ სამკაული უნდა გაგვეგზავნათ ძალიან მოკლე დროში. და მოკლედ ჩემი ნაცნობი ვიღაცა მიდიოდა ამერიკაში და იმას გავატანეთ ჩემი სამკაული და იმას დავიწყდა. რომ უნდა მიეტანა და მიეცა. და მოკლედ ვერაფერს ვერ ვშვებოდით და ეს დღეც უახლოვდებოდა გადაღების დღე და უკვე მე ძალიან ცუდად ვიყავი მართლა და ერთადერთი რაც გამახსენდა ეს იყო ნატალია ქუთათელაძე, რომელიც იმ დროს იქ სწავლობდა და ბევრი ჩემი სამკაული ქონდა და მითხრა რომ სულ 2 მაქვს აქ ეხა წამოღებულიო შენი ბეჭედი. და მოკლედ თვითონვე ნატალია გავარდა ალიშიას მისცა ეს ჩემი სამკაული და უბრალოდ ესე არსებობს ახლა ეს ქავერი, ეს ჟურნალი, სადღაც მეც მაქვს და მოკლედ ერთადერთი ის არის, რომ 2 შავი ბეჭედი მქონდა ნატალიას წაღებული და არანაირი ის ბევრი ფერადი, რაღაც როგორც თვითონ იმას აქვია, ქონდათ ჩაფიქრებული, ეს ესე არ მოხდა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის ეს რაღაც ამბავი. სოფო, შენს ერთ-ერთ გამოფენას გავიხსენებდი, რომელიც რუმსის ეზოში გაიმართა. ხო, ძალიან საინტერესო გამოფენა იყო. ანუ თვითონ ნამუშევრებიც მე მომეწონა და კარგი იყო. ყოველ ხალხს არ ხდება ესე რა. არა, თუ არ მომწონს, ანუ არასოდეს არ ვაკეთებ, მაგრამ არის აი ძალიან რო გიждები მე თვითონ და აი მაშინ ძალიან გავგიждდი. და ესე ერქვა ანგელოზების სიყვარული. და რაღაცა გამოსაცნობი ამბავი იყო, რეალურად ყველა ჩადრით იყო, ანუ ხალხი იღებდა მონაწილეობას, რაღაცა მაგი დაიდგა ეზოში. მოკლედ საინტერესო იყო მთლიანად ეს პროცესი, თვითონ ნამუშევრებიც, ეს კონცეფციაც, რაღაცა კარგი გამოვიდა. რატო გინდა ესეც დაფარული ყოფილება? არ ვიცი, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან ხშირად ვიჭრებით ჩვენ ადამიანები სხვების პირად რაღაც ამბებში და ამას სწორად არ ვთვლი და არ ვფიქრობ ეგრე, ამიტომაც ესე ვარჩიე რომ აი ესე დამენახებინა ვიღაცეებისთვის რაღაცეები თუ მიხვდნენ და თუ არა, არ ვიცი. რა ეს მომენტი მქონდა მხოლოდ სოფო, რას გვეტყვი წიგნის შესახებ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო იუველირი ქალების შესახებაა? პანდემიამდე დამიკავშირდა მწერალი ქალი ნიუ-იორკიდან, რომელმაც მითხრა, რომ აკეთებს წიგნს 100 იუველირ ქალზე და ერთ-ერთი მათგანი ვარ მე, ერთადერთი ქართველი, რომელიც შევიდა ამ წიგნში. და აპირებდნენ ჩამოსვლას ფოტოგრაფები, თვითონ ამ ინტერვიუს ასაღებად, მაგრამ სამწუხაროდ, რადგან დაიწყო პანდემია და ვეღარ ჩამოვიდნენ, მერე უკვე მქონდა ესეთი სატელეფონო რამოდენიმე დღიანი ინტერვიუ, რომელიც ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის. ნათქვამიც მაქვს შენთვის, რომ აი ამ ინტერვიუს დრო რაღაცნაირად ჩემი თავით სხვანაირად გავიცანი თქო. და ესე მოხდა მოკლედ ეს ინტერვიუ აიღეს და მოკლედ გამოსცეს ეს წიგნი ნიუ-იორკში და მას შემდეგ ამ წიგნს ეძახიან საიუველირო ბიბლიას, ვინაიდან შესული არის 100 საუკეთესო იუველირი ქალი მსოფლიოს გარშემო. როდესაც წიგნის გადაშლი არის წერტილები არის დასმული რუკაზე და ჩვენს რეგიონში ხო, რეგიონში საქართველოს არის შენი სახით დასმული ესე. ხო, და არც ვიცი ან ამ ქალმა საიდან გაიგო ჩემს შესახებ, ხოთშებს მართლა არ ვიცი. ძალიან მაგარია, რომ აი ამ ხელა ტერიტორიაზე ერთი წერტილი მე მეკუთვნის და უკვე რაღაც კარგია. და შენ მიყვებოდი, რომ პანდემიის დროს აი ეს ინტერვიუს ჩაწერის პროცესი, იმიტომ რომ თვითონ ნიუ-იორკში იყო, მთარგმნელი პარიზში იყო და შენთვის ეს ინტერვიუ თითქოს რაღაცნაირი ფანჯრები იყო. იყო, იმიტომ რომ აი რაღაცა ყველანი ვიყავით, სახლში ხო, რა თქმა უნდა და ვერ გავდიოდით და ჩემთვის ეს იყო აი პარიზიდან რომ ელაპარაკებოდა, რომ აი სახლს ვუყურებდი და მსიამოვნებდა იქ ნიუ-იორკში უკვე ღამე იყო და რაღაცა ყველას
ძალიან ყველასთვის, სამივესთვის ეს რამოდენიმე დღე იყო რაღაცა ძალიან კარგი დღე მოკლედ და ყოველთვის მახსოვს და კარგად ვიხსენებ მაგ ინტერვიუს.